თამაში, მაგრამ შოტლანდიელების იქნება დერეფანი. აქ ძმების დიდი იმედი აქვს შოტლანდიელებს და არ ჯო სტრაუსი არის სხვათა შორის აცლილი აუჩი კარგად თამაშზე. ცივცას არავინ თავის შარჩოებს სადაც უნდა თავისუფლად მოძრაობენ მაშინ როდესაც საფრანგეთის შეტევაშია. ის რაც ძვალში და რბილში აქვს გამძლეარი დაბადებიდან. იქ დარტანიანის მხრიდან რო არიან ეგ ეთყობა მაგენს კი. ვაჰამახინა კადრში მართლა რამხელა მახინაა ეს. 2 მეტრი და 4 სანტიმეტრია თუ 3 სანტიმეტრი ზუსტად არ მაქვს. აი ეს ფინალე იყო ლამერა. ძალიან კვირცხლი 9 ნომერია და აქ ჯარიმა რა თქმა უნდა. ფრანგებმა უკვე შეტევაში მეორედ არაფრის გამო მიიღეს ჯარიმა. აქ ცოტა არ იყოს და ნერვები ისედაც დაძაბული აქვს ერთსაც და მეორესაც. კარქორწინც რო უხდება, კაი მუშტიკრივი, ესეც უხდება რა თქმა უნდა, მაგრამ გადამეტებულ ფარგლებში არა. ეს ყველაფერი ბულის გასახებად. ლამერატი ეხლა უკვე უპირატესობა აქვს ჯარიმის დაადო თავში რატომ და პირდაპირ გაიარა რამოდენიმე მეტრი, მაგრამ შორს არ გაუშვეს კიდე ფრანგები აკონტროლებენ ბურს. საჭმა კიდე ერთხელ გაიშვილა გიტლერივით ხელი, მაგრამ ფრანგები არ ეშვებიან შეტევას და მიუახლოვდნენ უკვე 6-7 მეტრში ლელოს. გუშონი ამყმელი აღარ ყავთ ისეთი როგორიც საჭიროა. მეზარბაზნე აქ ისეთ სიტუაცია რომ ზარბაზას ნებისმიერი მიუცემს ფიტილს და ფიტილის მისაცემად ჰამიშ ვატსონი იყო მზად. ფრანგებმა მოახერხეს ამ წევის ლოკალი მე შევანცვლი ელემენტარული ვაჰამახინა მოხსნა ის ბურთი და უკვე ძიმე არტილერია და ძიმე ბიჭები არიან საქმე ჩართული. ფრანგები შევიდნენ უკვე 22 მეტრიან ზონაში. მარჯვენა ნაფცა ამ ჯიშმა არის ის პასის გადაცემა ესენი მარტო თვითონ უნდავენ, მაგრამ ბურთი არ დაუკარგიან. მარცხენაფთაზე ვითარდება მოვლენები ისიც დარეტიანებული ჩანს. კითხვებს დაუსვავენ, სათხარ ეხლა რა ქვია, მე ვინ ვარ და ასე შემდეგ. თუ მოითხოვა კბილის ჯაგრესი თუდად არის უკვე საქმე. მომენტალურ ხო არა აქ უკვე ხუმრობის ხასიათზე ნამდვილ პირდაპირ. გირადო დამბარი დაიწყებს ახლა, რომ დაიწყო წააგებს და კიდევაც გუნდი ამითი და ფრანგები უკვე 22 მეტრიან და როგორც პიცარს ისე მოხდა პიპოკის ბურთი. როგორც პიცარს ხდება ისე მოხდა და აი ამ ეპიზოდში არის გამორჩეულად მწვავე სტუარტოგი, მაგრამ არ მიცეს გასახანი მაცასარგებლოდ ჰქონდათ მიღებული ჯარიმა, ისინი აქ ეჭვის შეტანა ცოტა გამიჭირდება კარებში რო დაარღვევენ ამ საქმეს. ლოპეს მიანდობენ კამილს. არც ლოპეს გაუჭირდება, არც მაშენოს გაუჭირდება აქედან დარტყმა. თუ საქმეს დასჭირდა არც სპედინგი ითაკილებს სტადიონისას აქედან დარტყმა. ბურთის ამოღებაზე საჩაც კი გაეღიმა, როდესაც ჟირალდომ კარებისკენ მიანიშნა. გაეღიმა, იმიტომ რომ წეგან 2 წუთის წინ კარების წინ იდექი და იქიდან დაკეთხაშა დალოცვილიშვილო. სხვათა შორის თუ აკვირდები უკვე სიქა გამძვრალები არიან შოტლანდიელები. უკვე აღარ ყოფნით იმის ენერგია, იმის ნაპერწკალი. ამაზე ლაპარაკობდა ზუსტად დაეშვა. რაც შეეხება ბურგერს ის მე მგონი ჯარიმაში გახლავთ ჩაწოლილია და ცოცხალი თავი და არ დგება იქიდან, მაგრამ საქმე იმაშია რომ აღარც უშვებდნენ იქიდან ადგობას. მე მგონი ერთი ფრანგი კისერზე ადგა და აწვებოდა არ ადგეო. მე ხუმრობით ვამბობ, მაგრამ ეს რეალურად ესე იყო. ყველაფერი ჟირალდომ დიდი ვერაფერი წაიწია, მაგრამ ამითი ცდილობენ ფრანგები მოიზინონ ირლანდიელები მოლის გვერდზე და რა უნდა მოიზინონ, წინ გაუვარდათ გოლს. მატჩი ამაზე თვითონ თამაში გაგვცემს პასუხს. სირილ ბაიმ საჩეუნება რომ ფეხი ჩამაზილესო. საჯმაც უთხრა რომ საერთოდ არაფერი არ დამინახავს. მეორე ტაიმში გინდა რა კარგი იყო ამ პირველ კონტაქტში და ვინც აქცია ივან მაესტრი 2 მეტრა და 3 სანტიმეტრია. რა ატაკა ნახე ბეჭი, შვენიერი იყო. ვაჰამახინა მერე ვაჰამახინაც მიაყოლა ზედა ეთქინებოდა, ეხლა მხარი აბა რა იქნებოდა. რაც შეეხება ავივას გახლავთ სადაზღვევო კომპანია, რომელმაც 10 წლით შეიძინა სახელის ტარების, ამ სტადიონის სახელის ტარების უფლება. ამასობაში რა ხდება მოედანზე, რა დროის სტადიონი და არქიტექტურა 10-6 გახდა ირლანდიელების სასარგებლოდ, იმიტომ რომ სექსტონმა მოახერხა ჯარიმის გატანა. მარტივი გასატანი ჯარიმა იყო, ეხლა დარაჯი რომ მოგეყვანათ ამ სტადიონის, ისიც კი გაიტანდა ამ ბურთს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ირლანდიელები ასეო არც ერთი გარემარბი არ ჩანს მაინც და მაინც დღეს შეხვედრაში. მით უმეტეს ნაკაიტასი არ ჩანს, არა და ვიცი რომ ეს თამაშები გვინახია ძალიან აქტიურია და
ამ გინებაში ნაკაიტასის ჰქონდა შანსი რომ ჩართულიყო, მაგრამ ლემი ლამერა დაიჭირეს და დაშენებული არის უკვე იქ რაღაც გამორჩეული ნაკაიტასის პასი, რა ვთქვი, სადმინს ამ შეჩვენებულმა ეს პასტორი რა კარგი შეტევის გაგრძელება შეიძლებოდა მარცხენა ფლანგზე იყო თორნორმა. ჟენიერი დარტყმული იყო. ერთი ჩემი ნაცნობის თქმის არ იყოს იმ თამას დავასხე თავსლაპი კაი აუტი რო დაერწმებაო, მაგრამ რაგბში არის ესეთი ცნება და ნამდვილად კარგი იყო. ეხლა მოედნის დარტყმის მიზნით ფრანგები გაიხსნა თამაში ნიაზ როგორც ივარაუტეს. კი და გაიხსნა და რომელია ცხვიტი ბიჭი იყო ეხლა ჩართული ტოლოფოა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა აქ ფრაზე უკვე რემი ლამერა იყო. უკან გამოიტანეს ბურთი უჟეასრულებდა ცხანობებს ფოქციებს და გაუვარდათ. ეს არის საწოდაობა ესეთი შეტევის ჩაშლა. ნუ ცოდვა ასეთი შეტევის დაკარგვა ნამდვილად. კონტრშეტევის. ბერნარდ ლერუს საჯი ვეღარ სუნთქავს დაიჭერა. საჯი გაწყდა წელში იმდენი ირბინა. ეს კაცი არ ჩერდება ეხა კილომეტრიდან არ უყურებს, ბუნებრივია, მაგრამ გაწყდა წელში იმდენი ირბინა კაცმა. ძლივს ამოისუნთქა. თუ ვინმეს გაუხარდა, მე მგონი პირველი მაგას გაუხარდა ბურთი რო დავარდათ რას დესავგენსო. რა კარგი იყო, ჰენჩოუს მაგარი იყო და რინგროსიც მაგარი იყო, მაგრამ ყველაფერი ამის მერე რა კონტრშეტევა მოაწყოს კოცმედინგმა რომ გაიმეორებენ და დაწყდნენ თვითონ მოთამაშეებს ეხლა სულის მოსათქმელად მართლა ჭირდება დრო. გაიხსნა და რომელი კონსერვის კილასავით არის თამაში შეხედე ეს ის შეტევა არის როდესაც ირლანდიელებმა დაიწყეს. აქ უბრალოდ ხელის ტექნიკას მიატევნენ თვალყური. ჩვენი კომენტარი მე მგონი ზედმეტია. შეხედე. ძალიან კარგი იყო. შემდგომ ამას მოყვა სადღაც 15 ფაზა, ესეთი მასირებული შეტევის და ბოლოს ის დროს დგება მოგონი როდესაც ეხლა ცოდვების ვირა და აშავა იქ. მდენი რამე მოხდა ალბათ ერთბაშად. აი ეს გვიანი ბოჭვა ბენარუს მიერ შესრულებული. ეს ის პედინგის მომენტი. რა კარგი იყო, ბოსტონში გაუშვა იქ ნახე როგორ დაუყნია ხელი და იქ დარჩა მთელი ირლანდიის ნახევარი გუნდი მარჯვენა ფრთაზე. აქ ზებოს რო არ ეთამაშა ძალიან კარგად დაცვაში, მაგრამ ისეთი ატაკეს ფერდში რომ გააგდებინეს ის ბურთი. შეცვლა მოხდა ირლანდიელების შემადგენლობაში, როგორც იქნა მოათქმევინეს სული. უკვე მეცინება გაწყდა კაცი წელში, ვერ მოითქვა სული, როგორც იქნა დასასვენებლად გაუშვეს. წინახაში მოხდა ცვლილება, ამის თაობაზე მოგახსენეთ, ცოტა მოგვიანებთ. ფრანგებმა კონტრშეტევა გამოიწყეს და ნაკაიტასი თვითონ აგდელებს შეტევას. გამოვიდა 22-დან, უახლოვდება ცენტრს. ნაკაიტასის ვეღარ აკავებს, ვეღარ აფელი. ისევ ნაკაიტასის არის ბურთი და ამ კაც მალავდნენ ამდენი. მაშტომ როგორც იქნა მოახერხა და გამოი პირველ ხაზელები და მეორე ხაზელები როგორ ათამაშდნენ? განსხვავება არ არის, ყველა თამაშობს უკვე და ყველა ფინტაობს. ეს 120 კილოიანი ხალხი მარცხენა ფრთა აირჩიეს ისევ. ამასობაში რა ხდება, მთელი პაჭკა იყო ცვლილებების ირლანდიის ნაკრებში დაუცდა ფეხი ამ ოლოფუას. ფრანგები ის არა ესლი არ არის ჯექსონი, ეს ოფლოუდი ამოაგდო თუ ამოუვარდა? ამოაგდებინეს, მე მგონი ნაწლავებთან ერთად ბურთი ჩაუვარდა ჰიზლიფს ირლანდიელების კონტროლის ქვეშ არის ვეჭო თამაშის დამთავრებამდე ეს კონტროლი დაკარგული და კედელს დაეჯახა არც მეტი არც ნაკლები შილი. შეიძლება ირლანდიელი მაინც-მაინც ბურთივით არ გადმოვარდა, უკან შეხედე იმ ეპიზოდს.